დღეს გასწავლეთ შფოთვით ფიქრებთან გამკლავების მარტივ ტექნიკას. შფოთვისას ადამიანი ხშირად წყვეტს პრობლემაზე ფიქრს შუა გზაზე და გადაერთვება თავის არიდებაზე. მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხეულის შეგრძნებებიც, რადგან ნეგატიური ემოციები გვიბიძგებენ შფოთვითი აზრებისგან გავიქცეთ. განვიხილოთ ბერკოვიცის მთავარ იდეას. შფოთვა წარმოიქმნება რწმენისგან, რომ განუსაზღვრელობა აუტანელია და აუცილებლად გამოიწვევს ნეგატიურ შედეგებს. რაც უფრო ხშირად ვარიდებთ თავს ამ ფიქრებს, მით უფრო ძლიერდება შფოთვა და ვსუსტებით ჩვენ. კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ერთ-ერთი ტექნიკის აზრი მდგომარეობს შემდგომში, რომ შფოთვითი ფიქრი მივიყვანოთ ბოლომდე. ეს ხდება კატასტროფიზაციის შესაჩერებლად. მაგალითად, ადამიანი ყოველ საღამოს ამოწევს საბანკო ანგარიშს და როგორც კი ხედავს, რომ თანხა შემცირდა, იწყებს ფიქრს, რა მეშველება თუ სამსახურს დავკარგავ, კატასტროფიზაცია. ხოლო შემდეგ ამ უსიამოვნო ფიქრების ასარიდებლად თავს ირთობს, მაგალითად უყურებს სერიალებს. და რა არის გამოსავალი? შეკითხვების დასმა. რა მოხდება თუ სამსახურს დავკარგავ? ფული აღარ მექნება. კიდევ მომიწევს ხარჯების შემცირება. და შემდეგ მოგვდის უკვე პასუხები. ხარჯების სიის შედგენა, ეკონომია, რეზიუმის შედგენა, წინასწარ რომ დრო არ დავკარგო, დანაზოგის შექმნა. ანუ ფსიქიკა კითხვების დასმის შემდეგ იწყებს გამოსავლის ძებნას, ფიქრებს ეძლევა განვითარება და დასასრული. შფოთვას კი ნაკლები ძალა. რაც უფრო ნათელია სცენარი, მით ნაკლებია შიში. გამიზიარეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ბერკოვიცის ამ ტექნიკაზე და თქვენ როგორ მკლავდებით შფოთვას. ნახვამდის.